მოგესალმებით კვლავ მეგობრებო და საოცარი ამის მომსწრე გავხდით. ჩვენ ვიმყოფებით ახლა ჯიხაშის დედათა მონასტერში პირველად ვარ აქ. ულამაზესი ადგილია. მე-12 საუკუნის ეკლესია, ანუ თამარის დროის ეკლესია. ეკლესია ეს არ არის, მაგრამ ეს ტერიტორია ითვლება მე-12 საუკუნის დაარსებულ მონასტრად. თამარი ყოფილა აქ სტუმრად. შენს დაიწყე? დღეს ორი ლაივი გვაქვს მეგობრებო და საოცრება ხდება აქ. თიას პირველი ლაივია, ხო? წეღან არ ირთვებოდა და მე ვიცი რამდენად მოვახერხე ჩვენებიდან ანბანი. კი გავშალე ეკრანი, მაგრამ ჩვენ მოვედით ამ ტაძარში მეგობრებო და გახსოვთ მე რომ გითხარით გულიანში უნდა იყოს მეთქი ლაზარეს აღდგინება თქო? გულიანში იქნება მეთქი ლაზარე თუ უშკულში თამარია ლაზარე გულიანში უნდა იყოს თქო და გულიანის გზაზე ვიყავით სწორედ როდესაც დავინახეთ რომ აქ არის ჯიხაშის დედათა მონასტერი და ამოვედით სრულიად შემთხვევით აი აქ არის მონასტერი და შემოვედით და პირველი რასაც ვხედავთ ეს არის მართლაც ლაზარეს აღდგინების დიდი ხატი აი აქ და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ზუსტად მის თავზე მაცხოვარი ანბანით ეხლა თქვენ ის მითხარით მთლიანი ანბანია ზედაყოლილი თავისი ვიეთი, იოტათი, უნითი, ლითი და ასე შემდეგ. ლი არის აქ სადმე დავინახეთ? და მაცხოვარს თავზე იოტა აზის გახსნილი. გახსნილი იოტა მეგობრებო. თევზების ნიშანი? ხო. იოტა და ქრისტე. თუ არ გამოვშტერდებოდით, ჩვენ არ გვეგონა მართლა ოღონდ, იმიტომ რომ თამარმა სწორედ ეს ინფორმაცია მოგვაწოდა. თუ კი თამარი უშკულშია, გულიანში უნდა იყოს ლაზარე. და გზაზე, გულიანისკენ მიმავალ გზაზე, მართლაც გულმა ამოგვიყვანა ჯიხარეში, უпростоრით ჯიხაში და აღმოვაჩინეთ, რომ აქ არის ლაზარეს აღდგინების საპატივცემულო კი არა და პირდაპირ სცენა. თავისი ქართული ასომთავრული ანბანით მაცხოვარი თავზე ადგას გახსნილი იოტით მეგობრებო. არ ვიცი ვინც ჩემი მაყურებელი ხართ, თქვენიც ალბათ შოკში ხართ. მე შოკში ვარ. აქ დედაებს ვკითხე რომ არის თუ არა რამე ლაზარესთან დაკავშირებული თქმულება, არაფერი მსგავსი. მაგრამ სავარაუდოდ მალე გაიხსნება, მალე ლაზარეს აღდგინებაც აქ ხდება. თია საოცრება, აი მეტირება ბედნიერებისა. აი მე ემოციებს ვერ გამოვხატავ ისეთი რაღაცა მოხდა ეხლა. ლაშა, შენი აზრიც მაინტერესებს. მე ვიცი აქ სიმშვიდი არის და სანაირი გარემო. აი გამგვეჩხუბებიან და ეს მეგონი ერთადერთი ადგილია სადაც არ გვეჩხუბეს, ხო? მე მგონი ქალები უნდა დადგენ ყველა იმაში, რა ქვია, ტაძრებში, ეკლესიებში და იმაში. ეგრეა. უფრო სიმშვიდე იქნება და უფრო მოსმენა და გაგება და მე მგონი ხო? მე მგონი პირველი ადგილია, სადაც საყვარულით მიგვიღეს, სიმშვიდით მიგვიღეს, გაუხატეთ ჩვენი სტუმრობა, არავის არ უკითხავთ. სექტიდან ხართ, მართლმადიდებელი ხართ, ვინ ხართ.
თან ამბანზე ველაპარაკეთ, ანბანზე. ვესაუბრეთ და მაქსიმალურად აგვიხსნეს რა ინფორმაციაც გქონდათ ყველაფერი. ძალიან ისეთი გუთფილად მიგვიღეს. შეწირვა მომდა, მაგრამ აი იმას კი არა, ამგეს რო იმას რა დახმარების, ამას კი არ ჭირდება შეწირვა. ხო და ეს თუ შენ გაგიშდა ეგ სურვილი, გააკეთე. ხო, მაგრამ უთ ვიდეო შევიდე. იქაც დავიარო და იქნება საინტერესო. აი პირველი შემთხვევა, როცა შემოგთავაზ ეს მთლიანად დაგვეთვალიერებინა ყველაფერი და თუ კი რაიმე კითხვა გაგვიჩნდებოდა, აუცილებლად გვიპასუხებენ. ანუ მოდი აბა დიდავსთან მივიდეთ. მივიდეთ და წინამძღვრობა იქნებ გაგვიწიეს. ხალხს დახმარებას უკეთებთ. მაშინ ეგრე უნდა უთხრა სპეციალურად. მეუნები, მე არა, ამას არ ჭირდება. შიგნით შეწირა, ის ეკლესიის შესაწირი იქნება, მაგათან ეგრე. მე იმაში ჩავაგდე იმგენის, არაფერი უჭირს, მიცემს. არა, უთხარი ეგ მაგათ. უნდა გასვლა. უნდა უთხრა, იმიტომ რომ ჩვენ თვასა ხო ვიცი როგორ ხდება. იქ თუ შესაწირს აიღებენ, თავისად არ მიიღებენ. შენ თუ იმათთვის ჩააგდე, უთხარი ეს აუცილებლად. იმიტომ რომ ამათთვის შეწირული თავი. მოდი მე ვეჭყი. ვიცი, თუ გადაღებას აპირებთ, ამ ცოცხლს ამ რაღაცებს ვაკ დალაგებული აქვს, ავიღებ ამ ყველა. აი რა, აჰა. აი რა უხრელა სიტყვა და არ ვიცი, ვილაპარაკო. ემოცია. და მოდი ეხლა თუ შემოგთავაზა თვითონ გიდობა, ხო? გიდობა რა, თვითონ თუ გითხრა რომ გაგვიწევდა გიდობას რა, ეგრე ქვია გიდობას. მაშინ კითხოთ რა და იქნებ ინფორმაციას მოგვაწოდოს. თეა, მიდი კითხე მე რომ ამ ტელეფონით არ დავადგე თავს რა. რაღაცები გვაინტერესებს და რომ კარგი, მადლობა. მოკლედ ხალხო გაოცებულები ვართ რა. ანუ ხვდებით მე როდის გავაჟღერე, ეხლა მე მემეთი არ მინდა ვისაუბრო რა. ხო გეუბნებით რომ სულიწმინდა გვატარებს ჩვენ და რა გამოიტანა სულიწმინდამ რომ თუ გულიანშია თამა, გულიანში კი არა და თუ თამარი არის უშკულში. თუ კი არა არის გულიანში ლაზარის გახსნა მოხდებაო და ესენი რანა ეს ქვებია? თუ ქვები არა, ეს შუშებია. არის რამ სიმძიმეა თან. იასავით. სტეპულებს ქვა. ქვა არის, თუ ეს კრისტალებია, თუ ქვა არის? კრისტალია, მას სტეპულესნაირი კრისტალია. ობსიდიანია ეს. ეს ობსიდიანია. ობსიდიანები საიდან მოიტანეს ამ ხელა? მე ხო ვკითხოთ. ესენი თუ ქვებია ლაშა, ესენი იხლანდელი არ იქნება. ეს ახალი მოხატულია. შეიძლება აქ ღვთისმშობლის მიცინების აი აქ ჩემი რაღაც ძველი ფრაგმენტები სამწუხაროდ ეს ალბათ ღვთისმშობელია. აი ახაც სუპერია მოხატულია ამ კედელს. ალბათ ამიტომაც ხედეთ თამამასერიც. გრინ დედაო თამარმა შემოგთავაზა რომ გაგვიწევდა გიდობას თუ შეიძლება. არა, თქვენ არ გიღებთ. ისე ინფორმაციას თუ მოგვაწვით. კი. გიფრანგ გამოდენ მეცინებები. თქვენ ხარ დედაო თამარი, ვერ გიცანით ეს მოკლე ხანში.
ესე იგი ჩვენ აქ რო ამოვედით დედამთან პირველად ვარ მე და თქვენც პირველად ხართ მე მგონი ხო? და რომ ეს ახალი იქნება ეს პატარა ეკლესია 99 წელს შეაშენე 99 წელში. ნაგების სახელობის ბაზილიკა. კარგით. და ნათლით სამასტანძარი არის მუცლათხების 2002 წელში აშენებული. გადავზანდით ისიც მოილოცეთ. იქით არის ხო? კარგით. ეხლა წეღან მოგვიყევით ჩვენ თამარის შესახებ აქ რომ დაუწინია და მე რომ დაარსებულა მონასტერი ხო? ჩემს მოყურებელსაც რომ გაანდოთ ეს ინფორმაცია შეგიძლიათ ინტერნეტშიც არის ის რა ქვია. მოიძიება ინფორმაცია. ახლა ესეთ გადმოცემა არის, რომ თამარ ბესახელთან არის დაკავშირებული ჩვენი მონასტრის ისტორია. ერთ-ერთი ღამე გაუთევია, აქ ახლომდებარე მთაზე აჭარაში მიდიოდა, ულოცია და შემდგომ დაარსდა ერთ მონასტერი. ანუ აქ ილოცეთ სხვაგან. სახელობის. ქვემოთ მთაზე. მაგრამ ამ ადგილზე არ ყოფილა თამარი? მე მგონია რომ ყოფილა. აქ ნუ ერთი მასში ითვლება ეს. მაინც ერთ ტერიტორიაზე ითვლება. მაგრამ მონასტერი იწოდებოდა მენელსაცხოვდიათა სახელობის მონასტრით. მაგრამ ეს ახალი მონასტერი, ნუ მე როცა გადმოვიდა სამბაჯიხეთს ერთა მონასტერი. მენელსაცხოვდიათა თვითონაც ხო თამარ მეფე თავისი ღვაწლით ითვლება. მენელსაცხოვდიათა რანგში არის აყვანილი და ესა. პატარა ტაძარი იყო, მაგრამ დანგრეული არის ჩვენამდე არ მოუღწევია. აქ როცა გადმოვიდნენ აქ უკვე აღარ ჩანს. ალბათ გადმოიტანეს იქ რაც სიწმინდეები. იახვები გადმოიტანეს და ერთი ვერსია ეს არის, მეორე ვერსია არის კიდე ეჯიდება იოლოცესო, რამდენიმე მტრედი გაუშვეს და და სადაც დაჯდნენ მტრედები იქა. ეს რა მაგარი ისტორია მოვიგონეთ. ესა მოვისმინეთ ხალხო. შეიძლება რომ გავაჟღერო. ესე იგი თამარის სამარმა სადაც ილოცე და პატარა ეკლესია სადაც იყო, დედებმა ილოცეს თურმე შემდეგში აი ეს ეკლესია სადაც დაინგრა იმ ადგილზე და მტრედები გაუშვიათ და სადაც მტრედები დამჯდარან ამ ადგილზე აუშენებიათ შემდეგ ის ქვები და სიწმინდები აქეთ გადმოუტანიათ. ხდებით რა ხდება? ეს ხატებიც ესე ურემზე დააბრძანეს და ესე შემოაბრძანეს თორმე. ხატები ხო? როდესაც ამაგდოს მოახოვდა, ანუ ხარებმა ადგილფეხი აქედან აღარ დაძრა და ეს იმას ნიშნავდა, რომ ანუ ხარებიც აქ გაჩერდნენ? ეს ერთი ვერსია არის. მე არ გადამ. ნუ სავარაუდოდ არა თქვენ არ გიღებთ. აი სავარაუდოდ ეს სიმართლეს შეეფერება, იმიტომ რომ სულიწმინდის მეშვეობით მოქმედებდა თამარიც თვითონ. და ესეც ხომ მტრედების ხო სულიწმინდის სიმბოლოა? საუკუნის მეორე ნახევარი. ერთისთვის დრო არ არსებობს. ესეთი ის არის. ძალიან საინტერესო ისტორია, დიდი მადლობა. ჩვენ იქით უნდა გავიდეთ, ხო? მის იონე ნათლისმცემლის. კი, გადავზარდეთ და იქ სანაცვლავი ავაზარის წყარო არის და დიდი მადლობა. გაიხარეთ. გაიხარეთ. ხალხო მე დაშოკილი ვარ. დასპიცა ვარ, დაშოკილი ვარ, არ ვიცი, მიშველეთ რაღაცა, თორე გადავხტები ახლა აქედან, იმიტომ რომ არ ვიცი რა ხდება დღეს. დღეს რა ხდება, მე არ ვიცი. ერთი ინფორმაცია კი არა, 1000 ინფორმაცია ერთად იხსნება და დავათვალიეროთ, ძალიან ლამაზი ადგილია. აი ეს პატარა კელიები, აქ ალბათ შესანახია სანოვაგის, ეს ჰასკი აქ დაგხვდა. ფუტკრები. აი დედათა მონასტერს სულ სხვა ისა აქვს რა. შეგრძნება აქვს და სხვა მადლი აქვს. მართლა როგორც ლაშამახსენა აგერ მამაკაცია და იგრძნო. როგორ სხვანაირია აქაურობა რა. და ეხა მე მიყვები ხა ბილიქს. ალბათ იონე ნათლისმცემლის პატარა ტაძართან მიმიყვანს. რა ეგზოტიკური აქაურობა თქვენ ვერ წარმოიდგენთ რა. აი ბამბუკები. საინტერესო. კიბეები ნახე ლამაზად არის. ჩვენ მოვხდით 64-ში მე მგონი რა.
მართლა გეუბნებით. აქ ნათლავენო ხედა? აქ ნათლავენ. ჩასასვლელი. ვაუ. იცი რა ისტორია გავიგე ხალხო, თქვენ ვერ წარმოიდგენთ. ესე იგი, სადაც ის პატარა თამარის ტაძარი ყოფილა, სადაც თამარმა დაიძინა. ხო? იქ ულოციათ დედებს. ის დაანგრეულა, მაგრამ ულოციათ დედებს და გამოუშვიათ მტრედები. ეს მტრედები სადაც მიფრინდნენო, აი აქ მოფრინდნენ და ისინი გადმოიტანეს აქეთ. ის ქვები. და ხარებიცო, სადაც ისინი დაალაგესო, რა ქვია, ხატებიო, ხარებზეო. ხარები აქ მოვიდნენ და აღარ წავიდნენ თურმე არსადო რა, გაჩერდნენ ისინიც. ხარი ისე წინვალმა იცლება. საოცრება თამარა ქალბობა. გადაშოკილი ვარ ნახე. აი სად არ ვიყავით? ეგეთი რამ არ სად არ გვინახია? იქით კიდე არის? იქეთ უკვე კომპლექსი შენდება ალბათ დედაოებისთვის ან მრევლისთვის, აი მონასტერში ხო ატიან იმათთვის შენდება. ანუ მონასტერის ის არაფერი არ აქვს, ჩვეულებრივი სასტუმროა. აჰა. ესენიც აი დედაოების ის არის ეს კრისტალები, გესმით? ყველგან ქვები რო არის და ქვები დევს ყველგან იქაც შემოსასვლელში, სულ ყველგან ქვებია, ესეთი სიმრგვალეები დევს. ეს აი ამას ასეთ რაღაცას ხო კრისტალებთან ურთიერთობა აქვს მხოლოდ სულიწმინდას. სულიწმინდა კიდე დედრია ხალხო და სულიწმინდა რომ დედრია ჩვენ ვხედავთ. ვაუ, ესეთი ლოკოკინა მე არ მინახავს ხალხო. მოდით რანაირი ლოკოკინაა? თია და ლაშა. აქ ნახეთ რანაირი ლოკოკინაა. ესეთი ფერის ლოკოკინა არ მინახავს არსად. შავი, ნაცრისფერი. ლოკოკინა. და სოკოც არის აქ. ვიცით რა ლამაზი ლოკოკინაა? უნდა ნახოთ. დასალევი წყალია? ხო, წყაროსია, ხო, იქ რა ნახე, შლანგირამი არა, ეკოლა წყარომები. ეს ნახე, ეს ბილიკი რა საყვარლად არის გაკეთებული. არა, ეგ მოსანათლი ბასეინია, როგორც მან ხატია, გესმის? ხატია და მან ეტყობა ნათლავენ. იოანე ნათლისმცემლის ხატია და ეს მუშმალო არ არის? თუ რა არის ეს? ვაშლი. ეხლა მოდით აქ ვაშლები დაგხვდა ხალხო. ნახეთ, ვაშლები. ოღონდ უკვე გაფუჭებულია. ხო? არა, ვაშლია. პატარა ვაშლი. აბა ნახე, ეს ვაშლი არ არის? კი, ეგი პანტავაშლი, ეგი მაგ ვაშლის პანტავაშლია, ხო, მაგრამ ეგი რა იყო? არა, ეგი ხარ. ეგი თქო, ორაკი ვარა ვაშლი. ეგი იყო. ამია. ამია. მაგრამ ვაშლი საიდან ვაშლი? აქ არის 64, მე შემიძლია თქვა, რომ აქ არის 64, ნახე. ეს ეგზოტიკური რაღაც სცენარეები, როგორ კარგად არის ერთმანეთთან შეთვისებული. არ ვიცი აქ რა ხდება. ეს ბანანის ხეებია ეს ორი. აბა, ესენი. აი ეს ორი არის
ბანანისე. ესა ხო? ხო, პეტერ. ეს ჩვენც აგვაქვს ეზოში. ეგ არის ბანანისე. ესე იგი წარმოიდგინე ფლორას დააკვირდით. ხო. პალმები არის. ბამბუკი არის. ბანანი არის. ანუ აქ შერწყმულია. ჰარმონია არის, გესმის? აღმოსავლეთის და დასავლეთის შერწყმა ხდება აქ. აგერ ციტრუსები, ბამბუკები, ხო, და მაგას ვამბობ. ყველაფერი. აი როგორც ლაშამ დაასკვნა, არ უნდა მაგას მეტი ლაპარაკი. ფიციმწამს ბოლო მაკვირვებს აქ არ არის. აქ არის მართლა იგრძნობა ქრისტიანული, ხო? კი. იგრძნობა. ნობა ხო, აპარატი. რო შეგხვდებიან ჯერ მიღების დროს, რო ხვიდათ იმათ წყნარად, არავით არის იმითი, რო შეეკითხები გიპასუხეთ პირიქით გეტყვის, ამან იქ კიდე ისაა მიდი ნახეო. სად ეს და სად ახლა რომ მიხვალ და კითხვას რო დაუსვავ და გამოგხედავ, რატომ ეკითხებიო? ხო. ეს არის დაძაბულები საფრთხე, არიან ხო, და ალბათ. იყურებენ ლაშა, ეგ იმასაც. რა მიცის, იცი? ფულმა იცის ეგ, ფულთან ურთიერთობა. ხო, რა. არ შეიძლება ფულთან ურთიერთობა ეკლესიაში. ეგ გძაბავს, იმიტომ რომ იქ არის ეკლესიის არსი, რო იცოდნენ მაგათმა რა არის, იქ რა ენერგიები გადის, იქ არ ივაჭრებდნენ, იმიტომ რომ ის დარღვევა არის ენერგეტიკული ველის. არასწორი მიმართულებით მიმდინარეა. ხო და რა ვიცი, აქ ნახეთ სადმე ეს ვაჭრობა. დაგვარი აი სრული სიმშვიდე, რასაც ქვია, აი სინათლეა. აი ხალხო, არ ვიცი რა. სარკეები ვართ. როგორც დაგხვდებიან, ისეთები ხვდებით ხოლმე რა. როგორც მიგვიღებთ, ისე მიგიღებთ, გესმით? აი ეს არის ეხლა რაც ხდება და სადაც ქრისტეა, იქ არ არსებობს რომ ჩვენ ვიჩხუბოთ რა. რატო უნდა ვიჩხუბოთ? ვის უნდა ვიჩხუბოთ? ქრისტეს? და აქ ავართ ახლა ჩვენს შემოქმედის ეპარქიაში, იცით? აი დააკვირდით სახელს, შემოქმედის ეპარქია. ილიას ეპარქია კი არა, შემოქმედის ეპარქიაში ვართ. და ნახეთ რა შემოქმედება ვნახეთ აქ. ქვები, ხალხო, ქვები, არ ვიცი, გადავიდი ეს რა შერწყმულია ერთმანეთთან ეს ქვები, სიმრგვალეები, მრგვალი ქვები. არ ვიცი რა. ბრავო. ეს არის ეს უყუროთ. მადლობა. აი, მადლობა და ეხლა ალბათ იქ გულიანში არ ვიცი რა დაგხვდება. გზაზე კი მართლა ძალიან საინტერესო ადგილზე მოგვიყვანა ღმერთმა. სული წმინდამ. და დედაო გვეუბნება რომ სამი დედაო თამარის სახელზე მოვინათლეთო და მოგუნათლესო რა, თუ გვაკურთხესო და ვა, ესეც ხო ძალიან საინტერესოა. აი თამარიც ითვლებოდაო, გესმით? თამარიც ითვლებოდა მენელსაცხებელ დედათო. ანუ მის რანგში იყო აყვანილიო. აი ეს კები უდგათ აგერ და თვითონ უვლიან. და ეგენი რა ქვია, მღვდლები მიაბარებენ ხან იმას და მარტო ფული შემოდით. ხო, არა? აი, იქ იმას აკეთებენ სათბურს ალბათ. საყვარელი.
ამას რომ ხელა მოვლა სჭირდება, იცი, ამ ესეთი ეზო რო გქონდეს. აქ გათიბული არ არის, უბრალოდ აქ ჰარმონიაშია ეს. ერთმანეთთან ისე შერწყმულია, რომ მარტო ლამაზი კი არ არის, თვითონ ენერგეტიკულად ძალიან საუცხოო არის აქაურობა. მისაყრელი ქვები ნახეთ. ეგზოტიკური ქვები. როგორ მითხრა დავითმა გელათის მონასტერში, შენ ქვებს დასდებო? ქვებს დასდებო, ესე იგიო? ქვებს დავსდებ. მარტო ეს დაინახეს ჩემში, რომ ქვებს დავსდებ. არ გიკვირთ? კივია ხო, კივი. ოი. გეცამანიის ბაღშიო ხო თეა? კივი. ედემში ვართ ჩვენ, ედემში. ედემის ბაღში მე მგონი. იქანა გველებით სიმინდი. მოკლედ მე მგონი რომ აქ ამოსვლა მართლა უნდა ამოვიდეს ყველა, ღირს კი არა, აქედან იმხელა ენერგიას წაიღებთ. მაინც გაძარცვისთვის კი არ უნდა ამოხვიდეთ, მაგრამ განიტვირთებით და ძალიან ლამაზია აქაურობა და ლაზარის აღდგინებასაც იხილავთ. მართლა გეუბნებით, აქ მართლა ლაზარის აღდგინება აქ მოხდება და ამ ადგილიდან დაიწყება მე მგონი რა. ამ მხრიდან. კარგით მეგობრებო, დაგემშვიდობებით ახლა მე თქვენ.